22 წელი საჯარო რეესტრის დაარსებიდან ამ პერიოდში სააგენტო ერთ-ერთი ის სახელმწიფო უწყება, რომელმაც მომსახურების მნიშვნელოვანი ნაწილი ციფრულ სივრცეში გადაიტანა. დღეს საჯარო რეესტრის 320-მდე სერვისს აერთიანებს მოქალაქეთა და ბიზნესის დიდი ნაწილი კი მომსახურებებს დისტანციურად იღებს. რა გზა გაიარა სააგენტომ ამ წლების განმავლობაში, რა შედეგი მოიტანა ციფრულმა ტრანსფორმაციამ და რა მიმართულებით გაგრძელდება განვითარება, იუსტიციის მინისტრის მოადგილე თამარ ზოდელავა არის ჩვენი პირდაპირ ეთერის სტუმარი. მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის. საჯარო რეესტრის 22 წელი საკმაოდ დიდი დროა ეს იმისთვის, რომ რეალურად შევაფასოთ შედეგები. და ვიმსჯელოთ იმაზე, რამდენად წარმატებული იყო მთელი ამ წლების განმავლობაში და შესაბამისად რა მომავალი და პერსპექტივა გვაქვს ამ მიმართულებითაც. თავდაპირველად როგორ შეაფასებდით აი ამ 22 წელს? მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. მიხარია რომ საუბრობთ ჩვენ განვლილ 22 წელიწადზე საჯარო რეესტრის სააგენტოს განვითარების თვალსაზრისი და ასევე იმ მომავალზე, რომელსაც უწყვეტად სთავაზობს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო. ძალიან დიდი და გარდამტეხი ცვლილებები განიცადა უწყება, თქვენ ახსენეთ 320 სახელმწიფო სერვისი, რომელსაც სთავაზობს ის მოქალაქეებსა და ყველა იმ პირს, რომელიც დაინტერესებული პირის სახით მომართავს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს. აღსანიშნავია, რომ კლასიკური ბიუროკრატიიდან, რაც ნიშნავს ფურცლის ბიუროკრატიას, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო იყო ის უწყება, რომელმაც სრულად გააციფრულა თავისი საქმიანობა. ამით ბუნებრივია შესაძლებელი გახადა, რომ ის სახელმწიფო სერვისები, რომელიც დღეისათვის არის ხელმისაწვდომი და მუდმივად ვითარდება, არის სწრაფი, სანდო და ხელმისაწვდომი სხვადასხვა პირისათვის. ასევე მისი მრავალფეროვნება. ჩვენ ვაერთიანებთ სხვადასხვა ფუნქციას დაწყებული, რა თქმა უნდა, ქონების რეგისტრაციიდან, ბიზნეს სუბიექტების რეგისტრაციის, პოლიტიკური პარტიების, არასამეწარმეო იურიდიული პირების და ბევრი სხვა მუნიციპალური რეესტრების. ანუ ის კომპლექსური ფუნქციები, რომელსაც ახორციელებს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, სწორედ იმ განვითარების შედეგი არის, რომელიც 22 წელს ითვლის, თუმცა არ უკმაყოფილდებით, რა თქმა უნდა, მიღწეული შედეგით. აღნიშნე, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტრო საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო მუდმივად ვითარდება, ეს არის დინამიური უწყება, რომელსაც უშუალოდ, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი როლი აქვს როგორც მოქალაქეების საკუთრების უფლების დაცვაში, ასევე ეკონომიკური და სამოქალაქო ბრუნვის და ეკონომიკური განვითარების. რომ შევადაროთ, დასაწყისი და ეხლა, აი და ძირეული ცვლილებები განხორციელდა და დღევანდელი გადმოსახედიდან როგორ გამოიყურება აი ეს ყველაფერი? ვახსენე ის სტანდარტული და კლასიკური ბიუროკრატია, შესაბამისად, რა თქმა უნდა, იქ უშუალოდ ადამიანების ჩართულობით მიიღებოდა გადაწყვეტილებები. დღეს ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ გაციფრულებამ განაპირობა ის, რომ უმეტესად, რა თქმა უნდა, ეს უკვე მიიღება ადამიანური რესურსის ჩართულობის სიმწირით. ანუ ეს ნიშნავს იმას, რომ ნაკლებად ერთვება ადამიანი გადაწყვეტილებებში, ეს აჩქარებს, რა თქმა უნდა, ხელმისაწვდომობა სახელმწიფო სერვისების, გადაწყვეტილებების მიღების სიჩქარეს და ბუნებრივი არის შესაძლებელს ხდის, რომ მრავალფეროვანი სახელმწიფო სერვისი განვითარდეს და ხელმისაწვდომი იყოს. ობიექტური გადაწყვეტილებების მიღების პროცესი დაუშვათ ციფრული, ის რომ ციფრულად მოხდა ამ ყველაფრის და ტექნოლოგიური გადაწყვეტები მოძებნეთ ამ ნაწილში და არ არის დაუშვათ ადამიანური ფაქტორი, ასეთი გადამწყვეტი, როგორც იყო პირობითად ამ სააგენტოს შექმნის დასაწყისში, ეს რამდენად უწყობს ხელს იმას, რომ რეალურად ან ხომ არ უშლის ხელს რაიმე ფორმით ობიექტური და სამართლიანი გადაწყვეტილების მიღებას ამ შემთხვევაში სააგენტოს მხრიდან. თქვენ მოგეხსენებათ, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მთავარი პრინციპი არის საჯაროობა. შესაბამისად, ნებისმიერ პირს ხელი მიუწვდება ყველა იმ მონაცემზე, რომელიც თითოეული გადაწყვეტილების უკან დგას. ეს არის პირველ რიგში ის, რომ გამჭვირვალობა უზრუნველყოფს სწორედ იმ სამართლიანობას და იმ განჭვრეტადობას, რომელიც გადაწყვეტილების მიღებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის. ამასთანავე თქვენ ახსენეთ ადამიანური ფაქტორი. გაციფრულება დიახ ზუსტად უზრუნველყოფს იმას, რომ სწრაფად იყოს მიღებული გადაწყვეტილებები, ასევე სტანდარტიზირებული იყოს, ანუ ერთგვაროვანი პრაქტიკა ჩამოყალიბდეს და ეს რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია მოქალაქისთვის, იმიტომ რომ მან იცის, რომ მსგავსი ტიპის გადაწყვეტილებების შემთხვევაში მის განცხადებაზეც ასეთი გადაწყვეტილება იქნება მიღებული რეესტრის მიერ. კი ბატონო, რა ახალი სიახლეებით შეხვდა 22 წლის
სამართლიან აი ასეთ იუბილეს თუ შეიძლება ასე ითქვას სააგენტო რა მომსახურებები დაამატეთ ისეთი რომელიც მოქალაქეებს კერძო სექტორს ბიზნესს უმარტივებს დაუშვათ ამ სააგენტოსთან თანამშრომლობას. აღნიშნავდი პირველ რიგში გონიერ კონტრაქტს, რომელიც ეს არის ინოვაციური პროექტია, რომელზეც ამ ეთერშიც ვისაუბრეთ და ვიტყვი რომ ზარდი არის მომართვა, უკვე დაახლოებით 22 ქვეყნიდან იყო მომართვა, ამ მიმართულებით ინდენსარმის რეგისტრაციაზე ძალიან ბევრი არის საერთაშორისო მომართვა. ანუ გულისხმობ იმას, რომ პირველ რიგში, როდესაც ჩვენ საუბრობდით თქვენ ეთერში, იყო რეგიონებიდან პირველი მომართვები, ახლა უკვე ჩვენ გავცდით, სწორედ ეს არის მიზანი, რომ სოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან გონიერი კონტრაქტის მეშვეობით მოქალაქემ შეძლოს ინდმეწარმის რეგისტრაცია. ამასთანავე, სულ ახლახანს ჩვენ სახელმწიფო სერვისის სახით შევთავაზეთ საჯარო რეესტრის ამზომველის მომსახურება. ეს არის სანდოობაზე და სიზუსტეზე დაფუძნებული მომსახურება და სერტიფიცირებული პროფესიონალი ამზომველი უკვე სთავაზობს დაინტერესებულ პირს, რომ სამზომველო საქმიანობა ანუ მომსახურების სახით მიიღოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსთან. მაგრამ ჩვენ ამითი რა თქმა უნდა არ ვჩერდებით, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი გეგმა. ვახსენე მე რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ეს არის მუდმივად განვითარებადი უწყება და ჩვენ დიდი გეგმები გვაქვს ბუნებრივი არის ინოვაციების კუთხით, რომელსაც შევსთავაზებთ უახლოეს მომავალში უკვე ნებისმიერ დაინტერესებულ პირს. ეს არის ერთ-ერთი ის უწყება, რომელიც ბიზნესისთვის განსაკუთრებულად ჭირდება. და მათ შორის პარტნიორული და სამართლიანობაზე დამფუძნებული ურთიერთობა განსაკუთრებით გამჭვირვალობის ნაწილში არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქვეყნის ეკონომიკისთვისაც. შესაბამისად, როგორია დღეს ამ სააგენტოსა და ბიზნესის თანაცხოვრება, რამდენად გაქვთ შეხვედრები მაგალითად ბიზნეს სექტორთან და რამდენად ითვალისწინებთ იმ რჩევებსა თუ სურვილებს, რომელიც ამ შემთხვევაში კერძო სექტორს აქვს. ცხადი არის ერთ-ერთი მთავარი სანდოობის განმაპირობებელი არის ის ურთიერთთანამშრომლობა და დიალოგი, რომელიც გაგვაჩნია ჩვენს მომხმარებელთან, მათ შორის ბიზნეს სუბიექტებთან. ჩვენ ბიზნეს ასოციაციებთან გვაქვს პარტნიორული და თანამშრომლობითი ურთიერთობა, მუდმივად პერიოდულად მართავთ თემატურ შეხვედრებს. აღნიშნავ წელს განხორციელებულ პრერეგისტრაციების ძალიან კომპლექსურ რეფორმას და პროცესს, როდესაც ჩვენ ბიზნეს ასოციაციებს, საბანკო ასოციაციებს შევხვდით და ერთობლივად დავგეგმეთ და განვახორციელებთ აღნიშნული პროცესი. ეს რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია როგორც რეესტრისთვის, იმიტომ რეესტრი არის სერვისების მიმწოდებელი, ასევე ბიზნეს სუბიექტებისთვის, იმიტომ რომ მათ კონდეთ ბუნებრივი არის პირდაპირ შესაძლებლობა, რომ თავიანთი საჭიროებები გაუზიარონ სახელმწიფო უწყებას და ერთობლივად შემდეგ გადაწყვიტონ ის საკითხები. ეს მუდმივად მიმდინარეობს და ყოველთვის გეგმავთ და გვაქვს ასე ვთქვათ აქტიური კომუნიკაცია შესაბამის მომხმარებელთან, მათ შორის ბიზნეს სუბიექტებსა და მე აქვე ვისარგებლებ შესაძლებლობით და რა თქმა უნდა მადლობას გადაუხდი ამ თანამშრომლობისთვის და ასევე იმ დობისთვის, რომლებიც ბიზნეს სუბიექტები ყოველთვის უცხადებენ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს. სხვა შეშ, როდესაც საერთაშორისო რეიტინგებში ამა თუ იმ ნაწილში ითვლიან საქართველოში ბიზნესის კეთების სიმარტივეს, ერთ-ერთი მთავარი ნაწილი არის სწორედ საჯარო რეესტრი და შესაბამისად ამ ნაწილში როგორი შედეგები გვაქვს, ანუ რამდენად უმარტივებდება ბიზნეს დარეგისტრება იქნება ეს თუ სხვადასხვა ტიპის მომსახურების მიღება. ამიტომ განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ამ ყველაფერს, ხა ამ გადმოსახედით. სწორედ აი ამ კონტექსტიდან მინდა ვიკითხო, რეალურად თავად თუ ხედავთ თქვენს როლს და თქვენს მნიშვნელობას, როდესაც საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს ბიზნეს კეთების კუთხით წარმატებულ ან წარუმატებელ მონაცემებს უყურებთ. ბიზნესის კეთების და გამოყოფდი ბიზნესის რეგისტრაციის თვალსაზრისით საქართველო არის პირველ ადგილზე. ჩვენ ბუნებრივი არის ყოველთვის უყურებთ იმ მეთოდოლოგიას, იმ საჭიროებებს, რაც არის ბიზნესის წინაშე, ამიტომ ჩვენ გეგმებში არის, რომ სრულად გავაციფრულოთ და ავტომატიზებული გავხადოთ გარკვეული სახელმწიფო სერვისები, მათ შორის გონიერი კონტრაქტის მეშვეობით ინდმეწარმის, რომელიც ვახსენე, მაგრამ სრულად იყოს ავტომატიზებული, ეს ნიშნავს, რომ ყოველგვარი ადამიანური ჩარევის გარეშე თავიდან ბოლომდე სერვისი იყოს ავტომატურად მიღებული და ასევე შეპესეს რეგისტრაციები და გსურს რომ ბუნებრივი არის ის სერვისები, რომელსაც ჩვენ ვთავაზობთ, კიდევ უფრო მეტად გაციფრულდეს და გამარტივდეს, იმიტომ რომ სწორედ დროულობა, სანდოობა არის ჩვენთვის გამსაზღვრელი ბიზნეს სუბიექტებთან ურთიერთობაში და არა მხოლოდ რა თქმა უნდა მოქალაქეებთან. და ჩვენი საუბრის ბოლოს კადრები. ერთ-ერთი ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი არა მხოლოდ თქვენთვის, არამედ ნებისმიერი სტრუქტურისთვის, განსაკუთრებით საჯარო სივრცეში იმის გათვალისწინებით, რომ რეალურად
სახელმწიფოსთან ურთიერთობა ადამიანებს რამდენიმე მიმართულებით აქვთ ხო რეალური შემხებლობა და ერთ-ერთი არის სწორედ ეს სტრუქტურა რომელთანაც მოქალაქეების თითოეული შემხებლობა ძალიან კარგად აჩენს ეს სტრუქტურა გამართულად მუშაობს რა პრობლემები გვაქვს და ამ შემდგომ და მათ შორის წარმოდგენასაც შემიგაგებით მოქალაქეს სახელმწიფოზე ერთ-ერთი ეს სტრუქტურაც უქმნის ამის გათვალისწინებით ვკითხულობ რამდენად გაიზარდა ეს უწყება კადრობრივი თვალსაზრისით და სად ვართ ამ ნაწილში თუ ჯერ კიდევ ამ მიმართულებითაც გამოწვევები გვაქვს ცხადია ხარისხი და კადრების განვითარება ეს არის ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანა დღეისათვის საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დასაქმებულია დაახლოებით 1400-ზე მეტი თანამშრომელი. ეს საკმაოდ დიდი ციფრი არის და ეს მზარდი ციფრია, იმიტომ რომ ახალი ფუნქციების დამატებით ბუნებრივი არის საკადრო პოლიტიკის გადახედვა საჭირო არის. ჩვენ ზრუნავთ იმაზე, რომ საკადრო კუთხით პროფესიული ზრდა, ხარისხის გაუმჯობესება იყოს ჩვენი ყოველდღიურობა. ამ კუთხით იუსტიციის სამინისტრო საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად აქვს არაერთი გეგმა იმისათვის, რომ უწყვეტი პროფესიული განვითარება შესთავაზოს დასაქმებულს და ასევე სოციალური გარანტიები, იმიტომ რომ თქვენ როგორც ბრძანეთ, ასე არის და გიდასტურებთ, რომ ნამდვილად სახელმწიფოს წარმომადგენელი ეს არის რეესტრის თანამშრომელი, რომელიც უშუალოდ აწვდის სერვის სახელმწიფო სახელით მომხმარებელს და ძალიან მნიშვნელოვანი არის სწორედ რომ ის რეპუტაცია, ის პროფესიონალიზმი მივიდეს თითოეულ მოქალაქემდე, ამიტომ ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვზრუნავთ იმისათვის, რომ სწორედ ეს ხარისხი იყოს უზრუნველყოფილი პროფესიული განვითარების თვალსაზრისით. პერსპექტივა როგორ გესახებათ სააგენტოს საომალოდ? პერსპექტივა არის ცხადია გაციფრულებაში და ახალი სერვისების დანერგვაში, იმიტომ რომ ეს არის დღევანდელობა და ჩვენი მიზანი არის ასევე რომ ხელოვნური ინტელექტით დავნერგოთ სხვადასხვა სახელმწიფო სერვისში, რომელიც უკვე არსებულია, ან კიდევ განვავითაროთ ის ახალი სერვისები, რომელიც უკვე მომავალში ხელმისაწვდომი იქნება. წლის ბოლოს ჩვენ შეგვიძლია უკვე ვისაუბროთ ერთ-ერთ ძალიან ინოვაციურ სერვისზე, რომელიც არის ციფრული ქონება, ანუ არსებული ფიზიკური ქონების გაციფრულება და ციფრული აქტივად შეიძლება დღეს იმის თქმა რა ტიპის დავუშვათ მომსახურებაზეა უფრო ზუსტად ლაპარაკი სანამ დიახ, ჩვენ ჯერ ახალ კონცეფციას ვამუშავებთ იმისათვის, რომ რაც შეიძლება მალე უკვე ხმამაღლა ვისაუბროთ აღნიშნულთან დაკავშირებით. ეს არის ქონება, ფიზიკური ქონების ციფრული გამოსახულება ტოკენის სახით. ეს ხელშეუწყოს ბუნებრივი არის ინვესტიციების მოზიდვას და ქონების, კლასიკური ქონების ძალიან ინოვაციურ მიდგომას, თუმცა წლის ბოლოს ჩვენ უკვე რა თქმა უნდა, უკვე დეტალურად სრულყოფილად შეგვეძლება ვისაუბროთ და წარუდგინოთ რა თქმა უნდა საზოგადოებას აღნიშნული სერვისის და რეესტრის შესახებ. კი ბატონო, ბუნებრივია ამ საკითხსაც აუცილებლად გავაჩქებ, თუმცა კიდევ ერთი დეტალი, რომელიც დარწმუნებული ვარ მოქალაქეებს განსაკუთრებულად დაინტერესებთ. რეალურად მომსახურების დრო, ხარისხი, რამდენად შეესაბამება იმ სურვილებსა და გეგმებს, რომელიც სააგენტოს და სახელმწიფოს ამ მიმართულებით აქვს, მათ შორის დროის კუთხითაც, რამდენად სწრაფად ემსახურებით დღეს მოქალაქეებს, ამა თუ იმ საკითხთან მიმართებაში გასაგებია, რომ არის ვადები, სხვადასხვა საკითხზე სხვადასხვა ვადა შეიძლება არსებობდეს, თუმცა მთლიანობაში რამდენად მოქნილები ხართ ამ ნაწილში? ჩვენ თავაზობთ სხვადასხვა ტიპის მომსახურებას, მოგეხსენებათ არის სტანდარტული მომსახურების ვადა, არის დაჩქარებული და არის ერთდღიანი. ეს არის სწორედ ის, რომ საჭიროებებს ვუპასუხოთ, რაც არის დღეს მომხმარებლის წინაშე. თუმცა, რა თქმა უნდა, ვამბობთ იმას, რომ ხარისხი არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სწორედ სერვისისთვის. და ამიტომ ყოველთვის ჩვენ მომხმარებლების კვლევას ვაწარმოებთ, ასევე შიგნით პროცესების ოპტიმიზაციის კუთხით მსჯელობა გვაქვს და გსურს რომ გავამარტივოთ ის ბიუროკრატიული წნეხი, რომელიც შეიძლება არსებობს დღეს, გაციფრულებაც უზრუნველყოფს იმას, რომ დაჩქარდეს სერვისის მიწოდება და ბუნებრივი არის ამითი ხარისხიც იქნება გაუმჯობესებული. დღის მდგომარეობით ჩვენ ვცდილობთ, რომ სხვადასხვა საჭიროებებს ვუპასუხოთ, მაგრამ სამომავლოდ კიდევ უფრო მეტად გავაუმჯობესებს ხარისხს და ხელმისაწვდომობას, რაც რა თქმა უნდა აუცილებელი არის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხარისხელი სახელმწიფო სერვისებისთვის. ძალიან დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის, წარმატებებს გისურვებ და კიდევ ერთხელ გილოცავ თქვენს და თქვენს თანამშრომლებსაც.